ჩვენი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ჩართული ხართ პროექტში ვიმეგობროთ წიგნთან. ამ პროექტის ფარგლებში თქვენ ჩემთან ერთად უნდა წაიკითხოთ რამოდენიმე ნაწარმოები და მთელი წლის განმავლობაში ჩვენ მიაგვიწერთ ძალიან ბევრი სახალისო აქტივობის შესრულება, რომელიც ძალიან გადაინტერესება. რადგან პროექტს ქვია სათაურის სახელწოდება ვიმეგობროთ წიგნთან, მაინტერესებს თქვენ თუ მეგობრობთ წიგნთან? აი რაში გამოიხატება თქვენი მეგობრობა წიგნთან? კითხვით. კითხულობთ, ანუ ნაწარმოებებს კითხულობთ. ბოლო ნაწარმოებები რა წაიკითხეთ თქვენ? მაგალითად, ნოდარ დუმბაძის ნაფხე და მძეს. ლევან ზურანიშვილის მოთხრობები წაიკითხეთ. ოსაიერის აბადასავალი. შეიძლება წაიკითხეთ. 80,000 კილომეტრის წყალქვეშ. კარგი, რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნები და ან რატო წაიკითხეთ თქვენ ეს წიგნები და რატომ არ ატარებთ მთელ დროს კომპიუტერთან? იმიტომ რომ წიგნი გვაძლევს ცოდნას და ინფორმაციას და გვეხმარება აზროვნებაში. ეხმარება აზროვნებაში კი. და ასევე წიგნი გვაძლევს საშუალებას ვიმოგზაუროთ წარმოსახვის სამყაროში. კიდე? ავითარებს წარმოსახვის უნარებს. ავითარებს წარმოსახვის უნარებს, კი ბატონო. კარგი, ახლა კიდევ ერთი რაღაცა. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში არა მარტო უნდა წავიკითხოთ, არამედ უნდა ვისწავლოთ ნამდვილი კითხვა. აი ნამდვილ კითხვაზე კი ასე წერენ. წიგნის თავდავიწყებით კითხვა, ისე რომ მთელი სამყარო, რაც შენს გარშემო არსებობს, უნდა დაგავიწყდეს. მე ხა ჩამოვთვლი იმ ნაწარმოებებს, შეგახსენებთ უფროსწლები იმ ნაწარმოებებს, რომლებიც უნდა წავიკითხოთ პროექტის ფარგლებში. ჩვენი შემდეგი მეცადინეობა დაიწყება ასეთი ნაწარმოებით. გურამ დოჩანაშვილის კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. გოდერძი ჩოხელის მოთხრობა მართა. შემდეგ ისევ გოდერძი ჩოხელის ჩრჩილის აღსარება. და პალაციოს ასეთი ნაწარმოების საოცრება. როდესაც ამ ნაწარმოებებს წავიკითხავთ, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული სამუშაოების ჩატარება. მაგრამ ყველაზე მთავარი, თქვენ იქნებით მისალოცი ადამიანები. ეს ეწერს გურამ დოჩანაშვილი თავის მოთხრობაში კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. ვინ არიან მისალოცები? ის ადამიანები, რომლებსაც წინ ელოდება პირველად წაკითხვის ბედნიერება. ჩვენ გვაქვს აი ამ ნაწარმოებების პირველად წაკითხვის ბედნიერება.